ნაწყვეტი. რა მოხდებოდა ილიას აკაკის და ვაჟას კომპიუტერის ეპოქაში რომ ეცხოვრათ? ალბათ მათი მოსაზრებები განათლებასა და სწავლაზე ზუსტად იგივე დარჩებოდა. სწორედ ამიტომ ეროვნულმა არქივმა გადაწყვიტა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების ნაზრევი კომპიუტერის თაობას აუდიო ჩანაწერების სახით გადასცეს. თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც დაარი უდგას, რადგანაც ქალია ბურჯი და ქვაკუთხედი როგორც კერძო ოჯახის, ისე საზოგადოებაშიც. ქალის როლი საზოგადოებაში აკაკი წერეთლის პუბლიცისტურ წერილებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით გამოთქმული საინტერესო მოსაზრებები შესაძლებელი იქნება მალე არა მხოლოდ წაიკითხოთ, არამედ მოისმინოთ კიდეც. პროექტი ეროვნული არქივის ინიციატივით ხორციელდება. ეროვნულ არქივში დაცულ უმდიდრეს საარქივო მასალასა და პერიოდიკაში ინახება იმ დროის ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის და სხვათა მოსაზრებები არა მხოლოდ სწავლა-განათლების შესახებ, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარების თაობაზე და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გავაცნოთ ეს ფაქტო საზოგადოებას, რადგან დავანახოთ, რომ ყველა დროში სწავლა და განათლება უფრო მაღალ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე თუნდაც იგივე მატერიალური. ეროვნული არქივის ფონოსტუდიაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამების ჩაწერა მიმდინარეობს. საინტერესო ფრაზებს პუბლიცისტური წერილებიდან ახალგაზრდა მსახიობები კითხულობენ. იწერება ჩვენ სტუდიაში ჩანაწერები, აუდიო ჩანაწერები შეინახება ეროვნული არქივის ფონოსაცავებში, მოხდება ასე ვთქვათ თანამედროვე მასალა დაკომპლექტება. ვფიქრობ, არის ძალიან საინტერესო ტექსტები და სულ რამოდენიმე ხანში დასრულდება ამ ტექსტებზე მუშაობა. ქვეყნის წინსვლა, განათლების მნიშვნელობა და სხვა საკითხები კომპიუტერის ეპოქაშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავის დროზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პერიოდში იყო. ზოგიერთი ფრაზა თუნდაც შეირჩა იმ ნიშნით, რომ თუნდაც რომ ამოვიღოთ იქაური იმ ტექსტიდან, რომ ამოვიღოთ სიტყვები, რომლებიც ეხება წერა-კითხვას და ჩავსვათ შიგნით კომპიუტერის თაობაზე, ზუსტად იგივე აქტუალობა შეიძენს დღესაც, რასაც იძენდა 130 წლის წინ. ეროვნულ არქივში კლასიკოსი ქართველი მწერლების უამრავი საინტერესო მასალაა დაცული. ფრაზები, რომლებიც აუდიო ჩანაწერების სახით შეინახება, არა მარტო არქივში მომუშავე მკვლევარებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, არამედ მედიის საშუალებებითაც გავრცელდება.